ვიდრე დასავლური მედიის ნაწილი აცხადებს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მკურნალობს თეირანის სახელმწიფო მაუწყებელი მის განცხადებას აუცილებს. ამჯერადაც ტელეეკრანებზე მოჯტაბა ხამენეის ფოტოსურათი გამოჩნდა და მორიგი სიტყვაც სამ ძიმარს უკავშირდება. ახალ აიათოლად დანიშნული ხამენეი ტერორისტულ ქმედებად აფასებს რევოლუციურ გუშაქთა კორპუსის სადაზვერვო სამსახურის გენერლის მაჯიდ ხადემის ლიკვიდაციას, რომელიც თელ-ავივის ვერსიით 6 აპრილს თეირანზე გახორციელებულ დარტყმებს ემსხვერპლა. بار دیگر دشمن آمریکایی ამერიკულ სიონისტურმა მტერმა, რომელმაც მორიგ ჯერზე მარცხი განიცადა ბოროტულ გეგმებში ერისთვის თავს მოხვალ ომში, სასტიკად მოკლა ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების აპარატის ერთ-ერთი ლიდერი. გენერალი სეის მაჯიდ ხადემი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გულწრფელ ძალისხმევას იჩენდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დაზვერვისა და თავდაცვის სფეროებში, ახლა მოწამეობრივად განისვენა. ისლამურ ირანსა და შეიარაღებული ძალების რიგებში სამხედროებისა და მებრძოლების ურყევი გზა სამართლიანობისთვისა და ჭეშმარიტებისთვის იმდენად მტკიცედ იქცა, რომ ტერორსა და დანაშაულს არ შეუძლია შეარყიოს მათი ჯიჰადისტური იდეალები. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობას, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ერთდროულად ულოცავ და ღრმა მწუხარებას გამოთქვამ ამ მართალი და წყნარი გენერლის მოწამეობრივი სიკვდილის გამო. ალლაჰს ვთხოვ მისი სულის ამაღლებას. او را از خداوند منان خواستارم. ვაშინგტონისა და თელ-ავივის ცნობით, რიგი სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ლიკვიდირებული გენერალი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე. წლის დასაწყისში ირანში გამართული მასშტაბური სახალხო დემონსტრაციების ძალადობრივად ჩახშობისთვის ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაასანქცია. თავად ირანის უზენაესი ლიდერის შესახებ კი ინფორმაცია მწირია. ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მიერ დაწყებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შემდეგ ის საჯაროდ არც ერთხელ არ გამოჩენილა და მხოლოდ სახელმწიფო მაუწყებლის ეთერში დიქტორის მიერ წაკითხული განცხადებებით შემოიფარგლა, თუმცა ლიკვიდირებული მამის, ალი ხამენეის შემცვლელად მისი არჩევის შემდეგ მისთვის თეირანის ქუჩებში ისლამური მმართველობის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა. თავდაპირველი ცნობით, მოჯტაბა ხამენეი თეირანის მოკავშირე მოსკოვში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ახლა კი ყუმში მისი მდგომარეობის და მკურნალობის შესახებ ინფორმაცია გამოცემა The Times-ს ეკუთვნის, რომლის დადასტურება დასავლელ ოფიციალურ პირებს ჯერ არ შეუძლიათ.